მოგესალმებით და გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას თუ როგორ ჩართოთ ტრეკის ჩაწერა Osmand აპლიკაციაში და შემდეგ პარამეტრები როგორ გამართოთ, რომ ეს ტრეკი იყოს ოპტიმალური. პირველ რიგში Play Store-ში შევდივართ, search-ში ვიწერთ Osmand-ს. Xiaomi-s ტელეფონს ვიყენებ შესაბამისად თავისი რაღაც security სკანებს რაღაცებს გადის აპლიკაცია. წარმატებით გაიარა, გავხსნათ. პირველი მნიშვნელოვანი შეკითხვა არის წვდომა GPS-ზე. აუცილებლად მივცეთ precise, ანუ ზუსტი მდებარეობა და ეძებს რუკას, მივცეთ რუკის გადმოწერა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინება გამოხდა. გვეკითხება შეიძლება თუ არა რომ notification-ები გამოგვიგზავნოს აპლიკაციამ. აუცილებლად უნდა ჩართოთ ეს პარამეტრი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკრანის გათიშვის დროს და ტელეფონი როცა დაიბლოკება, აპლიკაცია ვეღარ ჩაიწერს ტრეკს. სწორედ ამ notification-ების საშუალებით ახდენს ის ასე გათიშული ეკრანის პირობებში ტრეკის ჩაწერის გაგრძელებას. გავარჯევოთ continue, აქ რაღაც რეკლამებს თავაზობს. ეხლა უშუალოდ სანამ რუკას იწერს, ჩავრთოთ ტრეკის ჩაწერის ფუნქცია. მარცხენაზე და ქვედა კუთხეში ბოდიშით დავაჭიროთ სამ ზოლს. აქ გვინდა ჩვენ plugins და ზევიდან მესამე ხედავთ trip recording. დავაჭიროთ ამას და მივცეთ on. ჩაირთო უკვე. ეხლა უკან რო დავბრუნდეთ, აი ხედავთ მარჯვენა ზედა კუთხეში გამოჩნდა შესაბამისი ღილაკი. გავმართოთ ეხლა პარამეტრები, ისევ შევიდეთ სამ ზოლში, plugins, ისევ trip recording და ამჟამად დავაჭიროთ settings. პირველი არის ბატარეის ოპტიმიზაციის შესახებ რაღაც ინფორმაცია. ჩემს ტელეფონზე არანაირი ცვლილება არ სჭირდება და ჩვეულებრივად მუშაობს ყველაფერი. თუმცა შეიძლება სხვა ტელეფონზე საჭირო იყოს მუდმივად მუშაობის უფლების მიცემა აპლიკაციისთვის. Logging accuracy მნიშვნელოვანი პარამეტრი. ეს უნდა დავაყენოთ ერთ წამზე, რომ ყოველ წამს ჩაიწეროს ტრეკის წერტილები. მივცეთ apply და აქ მივცეთ apply to all profiles. ეს არის საჭირო, რომ როგორც routing-ის ჩართულ, ასევე გამორთულ მდგომარეობაშიც ყველა ვარიანტში ტრეკს იწერდნენ. Minimum displacement პარამეტრი დავაყენოთ 2 მეტრზე. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ადგილზე როცა ვართ და ცოტათი დახტის აქეთ-იქით ზოგჯერ GPS-ი, ტყუილად არ ჩაწეროს წერტილები. მოძრაობისას ამას ჩვეულებრივად გადაახტება, რადგან წამში 2 მეტრზე მეტს ნამდვილად გავივლით ჩვენ. ისევ apply to all profiles. Minimum accuracy ამას ვტოვებთ 50 მეტრზე. ეს ნორმალურია და minimum speeds ასევე მივცეთ 2 კმ/სთ, რათა უფრო დაბალი სიჩქარის პირობებში ტრეკის წერტილები არ ჩაიწეროს. და ისევ აი ეს უნაობა რო ადგილზე ხოლმე მაგ მდგომარეობის დროს ტყუილი წერტილები არ ჩაწეროს ზედმეტად. შემდეგ აქ გვაქვს კიდევ პარამეტრები, სად ჩაწეროს რომელ ფოლდერში. მე სტანდარტულად როგორც არის tracks folders ვტოვებ. დავუბრუნდეთ უკან. ამასობაში რუკაც გადმოწერილია. დავაჭიროთ ახლა rec ღილაკს მარჯვენა ზედა კუთხეში და ვნახოთ რა მოხდება. აი ამოვარდა battery optimization-ზე შეტყობინება, რომ შეიძლება ტელეფონმა გაგთიშოს ვითომ
უხმარი აპლიკაცია და სასურველია unrestricted მისცეთ. ჩემი ტელეფონის შემთხვევაში ეს საჭიროება არ არის ამისი, ამიტომ პირდაპირ don't ask anymore-ს ვაძლევ და მეტი აღარ მკითხავს. აუცილებლად ჩართეთ show on map, რომ თქვენი უბრალოდ გავლილი ტრეკი რუკაზე გამოჩნდეს, მაგის გვერდზე აქ მარჯვნივ არის 3 წერტილი, ამას რო დავაჭერთ, შეგვიძლია შევარჩიოთ რა ფერით გამოჩნდეს ეს ტრეკი. წითელი ან ლურჯი ან რა ვიცი. ეხლა რაღაცა უცნაური ესეთი ფერი აყენია. მივცეთ სიტყვაზე წითელი. შემდეგ აქ სისქე არის, შეგიძლიათ დაარეგულიროთ. მოკლედ თქვენს გემოვნებაზეა 3D ტრეკი და რაღაცეები ასევე. appearance. აქ ჩანს როგორ გამოჩნდება ეს ტრეკი რუკაზე. ნახეთ. სხვათა შორის ვნახოთ თავდაპირველად რო იყო. რაღაცა ესეთი ჭადრაკის ფერებში გამოწყობილი იქნებოდა. არ გვინდა იყოს წითელი სიტყვაზე. მივცეთ apply და setting-ებს რომ დავაჭიროთ. ისევ ის პარამეტრები ამოხდება, რაც უკვე დავაღენეთ. ასევე აქვე არის, ნახეთ, logging interval შეგვიძლია ვცვალოთ, თუმცა ჩვენ ეს არ გვჭირდება, უკვე დაყენებული 1.3-ზე. დავაჭიროთ starts და ჩაირთო ტრეკის ჩაწერის ფუნქცია. აქ ჯობია სადმე ეკრანზე დააჭიროთ და გაქრება, close იყო. აქ ნახეთ, მარჯვენაზე და კუთხეში რეკის გვერდზე გამოჩნდა წითელი წერტილი და მოძრაობის პროცესში ასევე მის გვერდზე დაიწერება გავლილი მანძილი. ანუ ის თუ რამდენი კილომეტრი არის ჩაწერილი ტრეკის სიგრძე ამ მომენტამდე. იმისათვის რომ დაგანახოთ ჩაწერა როგორ მიმდინარეობს, მე ახლა ადგილზე ვარ და არ მოძრაობ თან შენობაში დაჭერაც არ ვარ გაქვს. სპეციალურად ის პარამეტრები ისევ ჩამოვყარე ნულებზე სულ, ნახეთ. მე ხარ როგორ რაღაცა მანძილს დაწერს. ანუ ადგილზე ვარ, არ მოძრაობ და თავისით ხდება მანძილის მიმატება. ხედავთ 2 მეტრია უკვე მიუხედავად იმისა, რომ მე გაუნძრევლად ვარ. რო შევწყვიტოთ ტრეკის ჩაწერა, ვაწვევით ისევ ამ relax და ამოვიდა აქ ინფორმაცია უკვე ტრეკის პარამეტრების შესახებ. finish და აქ გვაჩვენებს, რომ ტრეკს ჩაიწერს ამადამ სახელით. სულ ეს არის. ამის შემდეგ ჩვენი ტრეკი აქ არის my places-ში, ისევ იმ სამწერტილს ვაჭრობ და tracks rec relax-ში ეს არის ჩვენი ტრეკი, რომელიც შემდეგ შეგვიძლია მივცეთ share და გავუზიაროთ სასურველი აპლიკაციის საშუალებით ორგანიზატორებს. ეს იყო რაც მინდოდა მე ტრეკის ჩაწერასთან დაკავშირებით მომეყოლა. იმედია საინტერესო და სასარგებლო ვიდეო გამოვიდა. მადლობა ყურადღებისთვის.